მოგესალმებით ყველას ვირფასებო. დღეს მინდა გაგანდოთ კიდევ ერთი პატარა საიდუმლო. გვასწავლის ჩვენი დიდი კაბალისტი რაფ ხაიმ პალაჯი, რომ ებრაელმა ხელები აი ესე თითები არ უნდა დაიჭიროს და ჩვევაში არ უნდა კონდეს გარკვეული მიზეზების გამო. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ებრაელებს ხელებში გვაქვს დიდი ძალები და როცა ასე უჭირავს ადამიანს ხელი, ის ამ ენერგიებს, რაც აქვს თითებს შორის, კეტავს და თითქოს და თავის ბედსაც კეტავს. ჩვენ გვახსოვს ალბათ ყველას და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბეით ამიგდაშის დროს ქოენ აგადოლი როგორ ლოცავდა ხალხს, გარკვეულწილად ხელები ეჭირა ისე როგორც ეჭირა და ლოცავდა, ხომ? და მაშ ასე რაფ ხაიმ პალაჯი წერს წიგნში ნეფეშ ხაიმ, როცა ადამიანი ებრაელი ასე იჭერს ხელებს, შემთხვევითაც კი თუ მოუწია რომ ხელი ასე დაიჭიროს, ეგ იმის ნიშანია, რომ რაღაც ცოდვა აქვს გაკეთებული, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუსწორებია. მოდით ასე ვთქვათ, არ შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ბევრს აქვს ჩვევაში ეს და ბევრმა არ იცის რა და როგორ. თუ დააკვირდით თქვენ თავს და ნამდვილად ესე გიჭირავთ ხელები, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ვეცადოთ, რომ თუ ხელი გვინდა დავიჭიროთ, აი ესე დავიჭიროთ. ანუ მარჯვენა ხელი მარცხენაზე და არა მარცხენა მარჯვენაზე. და რა უნდა გავაკეთოთ? დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი. დავფიქრდეთ, თუ ვიფიქრეთ და ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ, კარგია თუ ებრაელი მიმართავს რაფს შეკითხვით. რა გააკეთოს ამისათვის, რა აქვს გამოსასწორებელი და ქალებმა შეგიძლიათ ასევე მიმართოთ რაბანიც. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ გამჩენის დახმარებით, შაბათობით ქალბატონები ვიკრიბებით ბათიამში, საქართველოდან ამოსულ ებრაელთა სალოცავში, თორათა შემაშრეაა ირიის მიმდებარე ტერიტორიაზე და გელოდებით ჩვენი გვერდ საიდუმლოებებზე ვლაპარაკობთ. თუ ბათიამში არ ცხოვრობთ და არ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ ჩვენთან შაბათობით პირველ საათზე, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან როშხოდეშზე, თვეში ერთხელ, ლიხოდ როშხოდეშ გვაქვს შიურები, რაც დაკავშირებულია თორის საიდუმლოებებთან. მიყვარხართ ყველა და გელოდებით დიდი სიხარულით და სიყვარულით. აბა კარგად.